დაკავებულია დავით ასანიძე, ის ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს, როდესაც პროტესტის მონაწილეების უდიდესი ნაწილი იყო პარლამენტის წინ მობილიზებული, პოლიციასთან რამდენიმე ადამიანი გადმოვიდა, როგორც თავადაც გვიყვებიან და სადეს კომუნიკაცია მათ შორის საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან, კანონთან დაკავშირებით და ისო კითხვები, ჩვენ გადავიღეთ ეს კადრები და გაჩვენებთ აუცილებლად, მანამდე კი მოდი უშუალო თვითმხილველი მოვისმინოთ, რაც გვეტყვის, რატომ დააკავეს ეს ადამიანი, განგვიმარტეთ, გითხარით, როდესაც გადმოხვედით პოლიციასთან სახვითი ხელოვნების მუზეუმის წინ, რაზე გქონდათ მსჯელობა და დისკუსია, რამ გამოიწვია მისი საბოლოო ჯამში გადაყვანა და დაკავება. ცადეთ წერილის დატოვება პოლიციისთვის, სადაც იყო თავმოყრილი რაღაც აზრები რა, ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, რა ჩაბარებულიც არის ეს წერილი, მაგრამ გვინდოდა გადაცემაც პირადად და ვკითხეთ, შეიძლება დაგიტოვოთ და არ შეიძლებაო, თუ დატოვებული გაქვთ. საკმარისი არისო და ნუ უკვე მოვდიოდით, მაგრამ აი თქვენ რას ფიქრობთ ამ კანონზეო, შემოგვიყვნენ ამ საუბარში და ნუ რა ასე გვეკითხებით, გეტყვით მაშინ და ვისაუბრეთ ცოტა ხანი ამ კანონზე, კონსტიტუციურია თუ როგორია თუ რა არის. და ნუ ამასობაში ერთი დაიძაბა, ეხა შენ თუ არ გინდა გაგებო, ვერ გაიგებო ბიჭო, შენ ნომერე, შენ რატომ მეუბნები და ამასობაში ნუ ეს დაძაბულობა შექმნეს და ხელით აცეს რა და დანარჩენი კი ნახეთ, ეხა ჩასვეს პოლიციის მანქანაში და სადღაც გააქანეს და რომელიღაცა გაეკიდა და მე მგონი ხელით ჩაარტყა, მოდი ვერ დავინახე კარგად რომელი იყო რა, ცოტა არეულობა იყო. ნუ მოკეთ ხო, ეგ არის რა, ლაპარაკის დროს უცებ კბენა დაიწყეს რა. კარგი, დიდი მადლობა. ჩვენ შეგვიძლია ახლა გადავიდეთ, ნახოთ მოქალაქეები აქ არიან შეკრებილები, ეს არის მეორე ლოკაცია, მეორე მთავარი მოვლენების ეპიცენტრი, იქ სადაც ახლა გადმოინაცვლეს თვითდინებით ავტომატურად მოვიდნენ მოქალაქეები, იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ამ ადგილზე აკავებდნენ იმ ადამიანს, ჩვენ ხედავთ ახლა დიალოგს პოლიციასა და სამოქალაქო აქტივისტებს აქციის მონაწილეებს შორის არ მისცეს ეგრეთ წოდებულ ზებრა გადასასვლელზე დგომის საშუალება ამ ადამიანებს. ასეთი მოცემულობა არის ახლა დედაქალაქის მთავარ გამზირზე, ვიმეორებ დაკავებული არის დავით ასანიძე, დაგიტოვებთ კადრს და გაჩვენებთ რა მოცემულობა ახლა ზუსტად ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე.